ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგაზე არ მოხდა. არსენალის ფეხბურთელმა დეკლან რაისმა რეალს ჯარიმების დუბლი გაუტანა და გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ეს პლეი-ოფის ეტაპზე მოახერხა. რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპს, აქ ჯარიმების დუბლი მხოლოდ 4 მოთამაშეს აქვს. პირველი ფეხბურთელი, ვინც ეს გააკეთა, იყო ბარსელონას ლეგენდა რივალდო. ბრაზილიელმა 2000 წელს ჯარიმების დუბლი მილანის წინააღმდეგ გაიტანა. 2009 წელს კრისტიანო რონალდუმ რეალის სადებიუტო სეზონში 2 საჯარიმო დარტყმით ციურიხი დაამწუხა. 2018 წელს ნეიმარმა პარის სენ-ჟერმენის მაისურით ბელგრადში ცრვენა ზვესდას წინააღმდეგ 2 ულამაზესი ჯარიმა შეაგდო. 2023 წელი გალათასრაის ფეხბურთელმა ჰაკიმ ზიეშმა საჯარიმო დარტყმებით 2-ჯერ აიღო მანჩესტერ იუნაიტედის კარი. გააზიარე ვიდეო, რომ სხვებმაც ნახოთ.